ესე რომ დავალაგოთ 2012 წლიდან დღემდე უამრავ რაღაცაში ვნახავთ წინსვლას. რა თქმა უნდა მოყვებით, რომ გზები გაკეთდა, გაზი გავიდა, მაგრამ ამის პარალელურად მე შემინდა გითხრათ ესეთი რამ, რომ 400 კილომეტრი გზა ვერ გავიყვანეთ ბათუმამდე მე-20 წელიწადია ვეწვალებით. აი არაფერში არ წერია, გესმით, აი არაფერში არ წერია. კი, კარგია, რაღაცები რო კეთება, გასაგებია, ჩვენი პრეტენზია ხო სხვა რამეშია. 21 საუკუნეს როგორ შეიძლება ასე ზლოზინით მიდიოდა, კაცო, თორე რაღაცას გააკეთებ, რა თქმა უნდა, რაღაცა გამოგივა, კაცო. სკვერის გაშენება. კაცო, ტექნოლოგია იზრდება. ხო, რაღაცნაირად ხო მიდიხარ, ხო აი წავასულ დორეთ იმათ ამა და 13 წელიწადია ხელისუფლების. 1 მეტრო სადგური როგორ უნდა გაიყვანო? 1 მეტრო სადგური. ათზე ხო არის ლაპარაკი, კაცო. შეიძლება ყოველ არჩევნების წინ მეტრო, ისა და ტრამვაი, მეტრო და სად არის? და ამაზეა ლაპარაკი, თორე ცხადია რომ რაღაცა უკეთესი იქნება, კაცო. სულაფერი არ გავაკეთე, მაინც უკეთესი იქნება. მე ხო ასე ისე ბიზნესში ვარ. მთელი ეს აი ბოლო 13 წელიწადია. წერე აი ესე იკუმშება ყველა სფეროში რა. ბიუროკრატიის. არაფერს არ აკეთებენ ცუდისმეც. არაფერს. დგანან ის არ შეიძლება, ეს გააკეთე, რომელიც ვაფშე არ გჭირდება, რომ არ გააკეთო, ბედნიერი იქნები. არა, ეს უნდა გააკეთეს, ამის ინსპექცია, ამის ინსპექცია, ჯარიმა, შმარიმა და ნუ აი რა ხალისი აღარ აკეთებს და ასე და მე ეტყვის სახელმწიფო, მე გავაკეთებ, ამას ვაკეთებ. ის როგორც აკეთებს, ხო ხედავთ. 21 წელი ზლოზინით. ტენდერი პროექტზე, ერთი წელი, ტენდერი იმაზე გამოცხადება შემსრულებაზე მეორე წელი. მე ერთი შემსრულებელი გამოჩნდება, კაი, მეორე გადააგდეს, მესამე ვერ გააკეთებს, მეოთხე ზედამხედველი, მეხუთე ზედამხედველი და ხიდი არა გაქვს, მეტრო არა გაქვს, აფერი არა გაქვს, 13 წელიწადია დგახარ ელოდები. რომ რაღაცა გაკეთე, წინ წავ, კი, ის ადვილია ტრუბას გაიყვან, ბაზარი არა, ხეს დარგავ, ბაზარი არა, მარტივია, რა უნდა ეხლა სკვერის გაკეთება, გავაკეთებ სკვერს, რა უნდა წამოეხლა თოხი ბარი და დავგავ, ნერგს ჩავგავ, რა პრობლემაა, მეტროს რა უყო. 3 წელიწადში ერთი სადგური რა გახდა ბიჭო? გაკეთებული სადგური ვერ გავუკეთებიათ კაცო რა დროზე. არა, ვაკეთე სადგური, რა გახდა ეგეთი ბიჭო, რა ვიცი. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, უნდა შევიარჩუნოთ ისე როგორც არის. ნაცების შედარება არის აი უბრალოდ ქართული ოცნების როგორ ამან გააზარმაცა ქართული ოცნება, აი ნაც მოძრაობის შედარებამ. გახსოვთ ნაცების დროს ხდებოდა. რამეს რო ეთქვი, ციხეში ბევრი პატიმარია. გახსოვთ?